მაგრამ აი ბატონო მაგასაც გაზრდია. ხო არა, ამოჭერით ეს, ამოჭერით. ეხლა ხო იცი რა უნდა ვიწუწო. ხოსი ქალიშვილი ნანო დაიბადა 2 დღის შემდეგ, როდესაც სოხუმი დაეცა 1993 წლის 29 სექტემბერს და მე სამხედრო ფორმა მეწოდა, ესაც კუპონები რო შემოვიდა, მე რო ის დაუტოვებდი 2 პურის ფულს და 1 ბოთლი რძის და სანამ ბავშვებს ჩააცვამ და გამოაწყობდა, უკვე 1 პურსაც ვეღარ კიდულობდი, ისეთი დევალვაცია იყო. ეს არ მეთქვა სარსად. მე მიკარნახეს და მე დავწერე ეს. და გაუგზავნეს პრეზიდენტს. მივიდა თუ არა პრეზიდენტამდე, არ ვიცი, მაგრამ მისმა ბიძამ რო ეს წერილი ნახა და თუ მისმენს ბატონი თემური გორის სამხედრო ჰოსპიტალში დამეთანხმება და რომ ეთყურის არ ამბობ, ეს მას მივეცი. 15 წლის ვარ და რაღაცა უკვე იქ ვაჟაფშაველაზე მახსოვს მომიყვა რაღაცას მეუბნება და ამ მომენტში გარდაიცვალა. და მე მაყდა ამასთან ურთიერთობა. მთელი ცხოვრება მაგ. ამ თორსა ესეთ მე არ ვიყავი, შეიძლება ითქვას კარგი მამა, მაგრამ ისე მაინც გონია რომ ცუდი მამა არ ვიყავი და არა ვარ. ჩემი შვილები უფრო კარგად იტყოდნენ ამას, მაგრამ მე მეც ჩემ თავზე საქართველოში აი ნუ თავზე გადაგვდის პოლიტიკაზე ლაპარაკი და ადგილი არ რჩება ჩვენ შვილებზე საუბარზე და ჩვენ შვილებთან საუბრისთვის. ძალიან კარგი ფორმატი გაქვთ თქვენ. და ძალიან კარგი გადაცემა გაქვთ.